პროგრამა SuperFins დაემატა RSG-ზე მიღებული სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვის საშუალება. ამისათვის საჭიროა პროგრამის განახლების ვერსია იყოს არანაკლებ 2.0.35. შემოსავლის ზედებულის ინსტრუმენტების ზოლში ჩამოტვირთვის ხილვაქსზე ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა RSG-ზე მიღებული ზედნადებები, სადაც პერიოდის ველები შევსებული არის SuperFins კალენდარში არსებული მიმდინარე თარიღი. ფანჯარაში გამოტანილია მხოლოდ ტრანსპორტირების გარეშე და ქვეზედნადების ტიპის მქონე სასაქონლო ზედნადებები, რომელთაგან უკვე ჩამოტვირთული ნაცრისფრად არის შეფერადებული. პერიოდის ცვლილებით ან ორგანიზაციის ველში დასახელების ან საიდენტიფიკაციო ნომრის შეტანის შემდეგ განახლების ხილვაქსზე ზემოქმედებით ფანჯარაში მიიღება მითითებული პარამეტრების მიხედვით გამოწერილი საბუთები. სასურველი საბუთის არჩევით პროგრამა გამოიტანს შეტყობინებას, რომ საბუთების ჩამოტვირთვისათვის საჭიროა პროგრამაში შექმნილი იყოს საქონლის ერთი ბარადი დასახელებით გაურკვეველი. საბუთვის ჩამოტვირთვის შემდეგ შემოსავლის ზედებულში ჩამოიტვირთება RSG-ზე არსებული ინფორმაცია, კერძოდ საბუთის თარიღი, საბუთის ნომერი, მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება. ასევე ავტომატურად შეივსება მომწოდებლის ველიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მისი საბუღალტრო ანგარიში დაკავშირებულია ორგანიზაციების ფანჯარაში არსებულ ბარათთან, რომელშიც მითითებული იქნება მისი საიდენტიფიკაციო ნომერი. ჩამოტვირთულ საქონლის სიაში ბარათის გაურკვეველის არსებობა მიანიშნებს, რომ RSG-ზე არსებული მომწოდებლის ეს საქონელი ჯერ დაკავშირებული არ არის პროგრამაში მის შესაბამის საქონელთან. გავხსნათ ამ ბარათის რედაქტირების ფანჯარა. სასურველი საქონლის ბარათის არჩევის მიზნით საქონლის ველში შეგვაქვს მისი RSG-ზე არსებული კოდი ან დასახელება და არჩევნის ფანჯრიდან ვირჩევთ შესაბამის საქონელს. თანხმობის შემთხვევაში მოხდება არჩეული საქონლის და RSG-ზე უშუალოდ მხოლოდ ამ მომწოდებლისგან მიღებული ამ საქონლის ურთიერთდაკავშირება და ამის გათვალისწინება შემდეგი ჩამოტვირთვის დროსაც. ბოლოს, საჭირო საწყობის მითითებით და თანხმობის ხილვაქსზე ზემოქმედებით პროგრამაში გატარდება ჩამოტვირთული სასაქონლო ზედნადები. შენ გჭირდება გარემო, რომელიც შეცვლის ყველაფერს.